გაგზავნებთ საქმეის საღამოს საფონდო ბაზრების მიმოხილვით გუშინდელი სავაჭრო სესია ერთ-ერთი განსაკუთრებით გამორჩეული დაბადებითი იყო ჩვენ საშუალოდ. ლამის 2.5%-იანი ზრდა ვიხილეთ, ამის ფონზე Dow Jones-მა რეკორდსაც მიაღწია და სხვათა შორის ამ ინდექსმა უკვე დღესვე გააუმჯობესა საკუთარი შედეგი, რადგანაც ის კიდევ დამატებით 1%-ით არის გაზრდილი, ხოლო ძირითადად სხვა ინდექსებს S&P 500-ს 0.25%-იანი კორექცია აქვს, Nasdaq-თან კი შემცირება არის 0.62%, რაც პრინციპში არის გამბერებული არა დიდი ტექ კომპანიების ვარდნით, არამედ უფრო მეტად ჩიპების მწარმოებელი კომპანიების საშუალოდ 5%-იანი შემცირებით, რაც უკვე ბოლო პერიოდში თითქოს ტრადიციად იქცა, მკვეთრი ზრდის შემდეგ ხედავთ მცირედ კლებას. აქვე ჩვენ უკვე თვალე უნდა გადავავლოთ მსხვილ კომპანიებსაც, როგორც ხედავთ, დიდად ძვრები არა გვაქვს, საშუალო რყევები 2%-ის ფარგლებშია და ერთადერთი გამონაკლისი აქ არის კომპანია SpaceX-ი. სულ 2 დღეა ეს კომპანია ბირჟაზეა წარმოჩენილი და დღესაც ის გაიზარდა დამატებით 11%-ით უკვე მისი კაპიტალიზაცია აჭარბებს, როგორც ხედავთ, $2.806 მილიარდ. მან გუშინ გადაუსწრო TSMC-ს, დღეს გადაუსწრო Amazon-ს და რამდენიმე საათის წინ ის იყო Microsoft-ის წინაც კი, არადა SpaceX-ი არის ზარალზე ყოფი სტარტაპი, რომელიც მოგებაზე გასვლას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არაპირებს, თუმცა როგორც ჩანს, ილონ მასკის დაპირებები, იდეები, მარსის კოლონიზაციის, ასე ვთქვათ, მოლოდინი და ის ყველაფერი, რასაც SpaceX-ის თავაზობს ინვესტორებს, იმდენად მოსწონთ, განსაკუთრებით რითეილ ინვესტორებს, რომ ისინი მზად არიან, რომ აი ამ კომპანიაში, უფრო მეტად აი ამ იდეაში გადაიხადონ ლამის $3 ტრილიონი. SpaceX-მა მოგეხსენებათ, მოხსნა რეკორდი IPO-ში, მოხსნა რეკორდი მოზიდული კაპიტალის და უკვე ყოველდღიურად ხსნის რეკორდს თავის პირად საბაზრო კაპიტალიზაციასთან მიმართებით. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ილონ მასკი ზღაპრულად არის გამდიდრებული, დღეს მან უკვე მიაღწია $1.270 მილიარდ, ანუ ერთ დღეში მან ესე მარტივად დაიმატა $270 მილიარდი. ეს $270 მილიარდი არის დაახლოებით ის ქონება, რასაც ფლობს ჯამში ჯეფ ბეზოსი. აი ასეთი არის მოვლენები, მოკლედ გადავიდა მასკი და SpaceX-ი კოსმოსში, უფრო მარტივად რომ ვთქვათ. დაბრუნდეთ ახლა რეალობაში, უფრო ტრადიციულ ინდუსტრიას შევხედოთ, ევროპულ ბაზარს, სადაც ბოლო პერიოდში ძვრები არა გვაქვს, არც ზევით, არც ქვევით, მცირედი მატება არის ამ ეტაპზე და ინდექსი არის გაზრდილი 0.24%-ით. სტაგნაცია შეინიშნება შანხაის ინდექსთანაც, ის შემცირებულია საერთოდ 0.12% და ჩინური ბაზრიდან კაპიტალი მხოლოდ გადის და უკან აღარ შემოდის. აი, ნიკეის ინდექსი კი დღესაც ავიდა ახალ რეკორდზე, მცირედით, სულ რაღაც 0.12%, თუმცა მაინც ახალი ისტორია დაიწერა დღესაც, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. გადავიდეთ ახლა უკვე ყველაზე საინტერესო ბაზარზე, ნავთობზე გვაქვს ცხადია საუბარი, რომელიც არის გაუფასურებული 5.5% და უკვე ბრენტის ფასი ჩამოვიდა, როგორც ხედავთ, $78-მდე, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო განსაკუთრებით ჩვენთვის არის აი ეს. რუსული ნავთობი, რომელიც უკვე ივაჭრება, როგორც ხედავთ, $67.80, ეს არის 34%-ით შემცირებული მაჩვენებელი და პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 2 თვის წინ დაფიქსირდა, უკვე კორექცია არის თითქმის 50%, მოკლედ ნავთობის ფასი გასაგებენაზე რომ ავხსნათ, არის განახევრებული. თუ ეს ასე გაგრძელდება, ამას წესით უნდა დაემატოს პარასკევს უკვე საბოლოო შეთანხმების გაფორმა და ჰორმუზის სრუტეში ტრაფიკის აღდგენა, მაშინ უკვე ძალიან ისე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის 1 თვის ფანჯარაში უკვე უნდა გაიაფთეს ენერგორესურსები პლანეტის მასშტაბით და სადღაც თვენახევარში უკვე საქართველოშიც უნდა აისახოს ეს ცვლილება და უნდა გაიაფთეს როგორც ბენზინი, ასევე დიზელი, მოკლედ მხოლოდ კარგი ამბავი არის ეს, რადგანაც საქართველო არის ნავთობი იმპორტიორი ქვეყანა და ჩვენთვის ძვირი ნავთობი არავითარ შემთხვევაში არ არის სიკეთის მომტანი. აქვე გადავიდეთ ოქროსა და ვერცხლზე, თავე მათგანს შედარებით კარგი შედეგები აქვს დღეს, ოქროს შემთხვევაში ფასი გვაქვს $4.344, ვერცხლთან გვაქვს $70, ერთ კვირაში მატება არის 2% ოქროს და ვერცხლთან 7.5%. კრიპტოსაც შევხედოთ. მცირედი კორექცია გვაქვს გუშინდელი მკვეთრი აღმასრულის შემდეგ 2%-ით შემცირებული ბაზრის შეფასება და ის შეადგენს $2.340 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის, როგორც ხედავთ, $65,700, ეთერეუმი $1,800 ფარგლებშია. ერთ კვირაში ძალიან კარგი შედეგი გვაქვს ლამის 7.5%-ის და კაპიტალიზაცია 14 მილიარდი ეთერეუმთან, ბიტკოინთან $1.317 მილიარდი. აქვე ტრადიციულად შეგახსენებთ და გეტყვით იმასაც, რომ თუ გეგსურთ თქვენ
ბიტკოინის ეთერიუმის ან სხვა ნებისმიერი კრიპტოაქტივის შეძენა შეგიძლიათ ნორტ კოინმანიას, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტობირჟა. აქვე გადავიდეთ უკვე ლონდონშიც, სადაც ასევე პოზიტიური დინამიკა გვაქვს. საქართველოს ბანკის აქციები არის გაზრდილი 1.17%-ით. TBC-სთან კი კორექცია გვაქვს ისევ და ისევ 0.22%-ის ფარგლებში და ბოლოს ეროვნულ ვალუტაზეც ვისაუბროთ, მისი კურსი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მყარია დოლართან და ის ამჟამად არის 2.65. ევრის კურსი არის 3.08, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.56. მოკლედ, აი ასეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე.